რაც გვიამაყება და გვაერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება თარიღის აღნიშვნა უკვე დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებში ჩვენი დროშის ფრად განათა ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში. დედაქალაქში კი თავდაცვის ძალების რეპეტიცია ჩატარდა. სამხედრო კომპონენტი ტრადიციულად ცერემონიის მთავარი ნაწილია წელსაც სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. ამას გარდა ბუნებრივია წელსაც იქნება საზეიმო განწყობა, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით. მოსამზადებელი სამუშაოების გამო თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. Kalbadonebo და ბატონებო, მივესალმოთ. დედაქალაქის მთავარი მოედანი ტრადიციულად ქვეყნის მთავარი დღესასწაულისთვის ემზადება. ეროვნული ზეიმის მოლოდინში თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რეპეტიცია გაიარეს. საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნი, შესრულდა ყველა ის კომპონენტი, რომელსაც 26 მაისს ქართველი ხალხი ნახავს. დამოუკიდებლობის დღისთვის სამხედროების მზადებას თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. თავდაცვის ძალები განსაკუთრებით მიმზადებით დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში ჩასართვლად და დღეს გაიმართა უკვე რიგით მეორე რეპეტიცია, რა დროსაც მიმდინარეობს იმ საკითხების დახვეწა, რომელიც უკვე წარმოდგენილი იქნება 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში. გვექნება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებში 21 ადგილზე გამოფენა შეიარაღების და აღჭურვილობის. ძალიან საინტერესოა, როგორც ეროვნული დღესასწაული მოუწოდებ ყველას, რომ მობრძანდნენ ოჯახებით, ერთად შევხვდეთ ამ ყველაფერს. რეჟისორთან ზუსტდება ბოლო დეტალები და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე და საქართველოში ისტორიულ სხვადასხვა ლოკაციებზე 7-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დადებს სამხედრო ფიცს. ისაურად განმარტო წინაპარნამხედრული ტრადიციები. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება. 26 მაისს ტრადიციულად მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნებათ. მნიშვნელოვანია ფიცის დადების და განსაკუთრებით 26 მაისი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხვდებით საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილი და წევრები. მე პირადად წვევამდელი ვარ მოსული ჩემინებით მოვაწერე ასე ვთქვათ გაწვევას ხელი და ჩემი სურვილი იყო რომ წავსულიყავი და მემსახურა ქართულ ჯარში. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად დაგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ამ მხრივ დატვირთული იქნება ორბელიანების მოედანი და მიმდებარე ქუჩები, რომლებიც დაეთმობა გასართობ, მუსიკალურ, თეატრალურ, საბავშვო პროგრამებს. იქნება დიჯეი და კულინარიული სივრცეები. ყველა დიდ ქალაქში პრაქტიკულად იმართება საზეიმო ღონისძიებები, თბილისში იმართება აღლუმი, სხვა ქალაქებში კონცერტები და ჩვენ ყველა ამ ფორმით ვუხდით ჩვენს წინაპრებს მადლობას. ჩემთვის სიამაყეა და პატივი არის, რომ უკვე მე რამდენი წელია ვმუშაობ ქართულ ჯართან. ეს მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება ყველა რეგიონში. კოსტიუმირებული მსვლელობები, ქორეოგრაფიული ნომრები, ინოვაციების სივრცე, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად აქტივობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ქვეყნის მასშტაბით მოიწყობა ტრადიციული ეროვნული პავილიონები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. დამოუკიდებლობის დღე რეგიონებში ქართულ შემსრულებელთა კონცერტებით დასრულდება. ზუგდიდში ვიქნებით ჩვენ წარმოდგენილი და აბსოლუტურად ყველა ასაკის მოქალაქისთვის ვიქნებით ძალიან საინტერესო. იქნება ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, დახურვითი ღონისძიება, გალა კონცერტი, მაგრამ მანამდე ნამდვილად არ მოიწყენს ქალაქ ზუგდიდის სტუმარი და ზუგდიდის მაცხოვრებელი. 26 მაისს ქალაქ გორში მთავარ მოედანზე მოსულ ჩვენ სტუმრებს ელოდება მრავალფეროვანი აქტივობები, კულტურული, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებები. წარმოდგენილი იქნება გორის როგორც კულტურული, ასევე ისტორიული განვითარების საარქივო მასალები. საქმეთა სამინისტრო სტუმრებს ქალაქ ფოთში უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ისტორიულ თემატიკაზე შექმნილ სხვადასხვა საინფორმაციო სტენდებს. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების სპეცტექნიკა, აღჭურვილობა. ქალები დამოუკიდებლობისთვის წარსულიდან მომავლამდე. ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე დღეს პირველმა კანონმდებელმა საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქალთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელს მადლობის სიგელი გადასცა. საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის პარლამენტი
მეორე იყო სოფლიოში, სადაც ქალები იქნენ არჩეული პარლამენტში, აღარაფერს საუბრობ ქალთა საარჩევნო უფლებაზე, როდესაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში 1970-იან წლებში მიიღეს ქალებმა საარჩევნო უფლება. აი, როდესაც ამ გამოცდილებით ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე პარლამენტიც თავის თავს შეიტანს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომავალშიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. მასპინძლობთ ქალებს, ვინც საჯარო და აქტიურ საქმიანობაში არიან ჩართული, ქალებს, ვინც თავისი საქმიანობით, განსაკუთრებით საჯარო საქმიანობით გამოხატავენ და შეაქვთ თავისი წვლილი ამ ქვეყნის მშენებლობაში და დღევანდელი დღის თემატიკა არის ქალების როლი პოლიტიკაში და საჯარო საქმიანობაში წარსულიდან მომავლამდე, რაც რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი თაობის ინსპირაცია უნდა გახდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს მასშტაბით ქართული საელჩოების ორგანიზებით სხვადასხვა სახელმწიფოებში აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულს უკვე უმასპინძლა შვეიცარია. დამსწრეების საოცარი მეგობრობა იგრძნობა და ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის უაღრესად საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა და იმავდროულად, როდესაც გაქვს შესაძლებლობა შენი ქვეყნის კულტურა საუკეთესო მხრით გააცნო ყველა შენს უცხოელ პარტნიორსა და მეგობარს, რა თქმა უნდა, ეს ერთიორად ამაღელვებელი. ჟენევაში ფიქრობ შედგა ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელიც ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საქართველოს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქართული კულტურა არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. თელ სოფლიოში. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატიულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი გადაეცა. ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა ქართული დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სტოკჰოლმში. ღონისძიება როსენდალის სამეფო ბაღში საქართველოსა და შვედეთის ჰიმნებით გაიხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია აზერბაიჯანში. ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართება კონცერტი. ბაქოშია კულტურის მინისტრი. წელს განსაკუთრებულად აღნიშნავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და რა თქმა უნდა აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის ფონდის დახმარებით წელს გრანდიოზული დღეები გველის ქალაქ ბაქოში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებებში საქართველოს და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ეს პროექტი ხელშეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაიცნოს ქართული კულტურა. ბუნებრივია წარდგენილები ვიქნებით ტრადიციული ფოლკლორით, კლასიკური მუსიკით, სხვადასხვა ჟანრისა და სახის კონცერტებით. ქვეყნის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 7 დამოუკიდებლობის მოპოვებიდან კი 34 წელი სრულდება, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 მაისს 17 საათსა და 10 წუთზე თავისუფლების ჰიმნს ერთდროულად შეასრულებენ. ზუსტად იმ დროს, როცა 1918 წელს პირველმა რესპუბლიკამ საქართველოს ისტორიული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.